This was the scene early on August the 8th, 2008, as Georgian rockets pounded the breakaway region of South Ossetia. The fighting spread beyond the borders of the two separatist regions. But it is civilians who are the most immediate concern, with the number of dead continuing to rise. აი ზედა მხარეზე ბაღები რაც აქვთ, ხო, ფაქტიურად დაკარგულია ისიც, იმიტომ რომ არ ვერ ამძიმოთ, შეიძლება დაგაგო ხელი და წაგება. მართლმხლარსებთან არის ახლო. ელემენტარული პირობები არის, მაგრამ როგორც სამცხოვრებაში შეეფარება, ეგეთი პირობები არ არის. რა როდემდე გავძლებ არც, ამიტომ ნელა იცლება სოფელი, თქვენს დაინახეთ რაც უნდა მოსახლეობა არის და თუ ესე გაგრძელდება, მე მგონია სოფელიც უნდა იცლება და დარჩება ცარიელი ტერიტორია. Tu quraqდება არის. დავარჯობა, როგორ ბრძანდებით? აგათ, როგორ ბრძანდებით? აი, გაჭირდა. ჟურნალისტები გახსოვებული ვიყავთ. კი ბატონო. ერთი მხრიდან კი არა, სამი მხრიდან არის გარშემორტყმული, მარტო შემოსასვლელია და დანარჩენი აქედან, იქიდან მართლმხლარსებში ვართ. კონტროლის მიხედვით რომ ვთქვათ, კონტროლი კი შემოდიან, გადიან, მაგრამ ყოველთვის აქ არ არის პოლიცია, რომ დაცულად ვიქნოთ თავი და ყოველთვის შიშის ქვეშ კი ვართ, დაუცველები ვართ იმ მხრივ, რომ არ ვიცი რომელიც რა მოეპრიანება და შეიძლება ეზოს ბოლოდან ამოვიდეს და რაღაცა სიბოროტე გააკეთეს. ჯერჯერობით ვცხოვრობ, ვუძლებთ ამ პირობებს, მივეჩვიეთ ამ პირობებს, თავიდან მართლა ძალიან გვიჭირდა და ის კი არა აგვისტოს ომის დროს საერთოდ გავიქეცი და წავედი აქედან და იმდენად შეშინებული ვიყავი, რომ გარეთაც საერთოდ ვეღარ გამოვდიოდი, მაგრამ მე ნელ-ნელა შევეჩვიე და დავბრუნდი და ვცხოვრობ. ვარსებობთ. ანუ საიდანაც წყალი უნდა შემოვიდეს, ცხინვალი უშვებს აქეთ არხში წყალს და კეტავენ ხოლმე არ უშვებენ, რა ცოტა ხანი მოდის, ნადარბაზების ტბას გავავსებენ, ანუ მოლაპარაკება მიდის და მერე უკვე ის ტბა რო გაივსება, ეს დაიკეტება. ანუ ისეთი პერიოდი, როცა უკვე გვალვა არის, წყალი აღარ არის. და ხმება ყველაფერი ფუჭდება, რა ვიცი, აი ეს ურწყლობით, უკვე მოსავალიც ნელ-ნელა აღარაფერი აღარ არის. გვპირდებიან ვითომ აღდგება და წყალი სულ იქნება, მაგრამ რამდენი წელია გვპირდებიან და როდის გააკეთებენ არ ვიცი, ველოდებით. ჩვენ ხო საერთოდ მოლოდინის რეჟიმში ვართ ყოველთვის და ყველაფერს ველოდებით. შეპირებით, დაპირებებს იძლევიან და მიდიან და სხვა არაფერი, საქმე არ კეთდება. ხო, ამის იქით აღარ შეიძლება, იქით უკვე იქ რუსეთია. ანუ ეს არის ნეიტრალური ტერიტორია, რომ აქაც არ შეიძლება გასვლა, მაგრამ ის ხო უკვე იმას შეიძლება. მაგრამ აქაც რო გავიდეთ. არა, ეგ შანსი პირველი არეულობის დროს ჰქონდა ჩემ მეუღლეს, რომ დაეტოვა ქვეყანა და წასულიყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ოსი წავიდა საქართველოდან. მაგრამ არ დატოვა, გაუძლო იმ ზეწოლას, იმ ოსებს ძალიან ავიწროებდნენ მაშინ თავიდან არეულობა. იქ შევიწროებასაც გაუძლო, ყველაფერს გაუძლო და აქამდე მოვიდა და ეხლა რომ რაღაცა იყოს, მაინც არ დატოვებს. თავის მამაკაცებს სახკარს არ დატოვებს დაარსებეწოვა. ესენი
შინწამოდი. მე აქა ძინავს, მე აქა რამე ძინა. Карабин, марабин, все есть. ყველაფერი აქ არის, რომ მზად იყოს. ოჯახში რომ ვიღაცა მოვიდეს, რუსი მოვა თუ ვიღაცა მოვა, მზად კონდეს ექვი თავით ეს. აქ პატარებსაც ძინავს, მეუღლესაც ძინავს, მე აქ ძინავს. ბრახტა ვოკალი რა, მაგ დედას სანამ დამასწრებს, ეს ხომა ის მოკლა. ვაი, შევიგინე რა. მაინც ამომწდო მაგაზე. ამოჭრა უთხარი მე. ხო, ეგრე ცხოვრებაში ვარ აქ. ხო. არაფერი აქ არ მოდის, რავი, არაფერი მაღაზია აქ არ არის, არაფერი აქ არ არის. აი. Belarus, Minsk. Რუს ოჯახში ვიყავ მე უთხარი. 18 წელს წამიყვანეს 20 წელს ჩამოვედი რომ. არის ეგრე იყო. 88-ში წავედი და 90-ში ჩამოვედი. Afganistan. ჯარი შევარდნაძე. ჩვენ გამოვიყვანეთ ჯარი. Afganistanიდან ჯარი შევარდნაძე დროსა. მაშინ ჩვენ ვიყავით იქა და მე გენერალი დამყავდა ხოლმე. ჩემი სოფელი აქ დავიბადე, მე აქ გავიზარდე. იმიტომ რომ აქედან დავდიოდი ფეხით სკოლაში. ფეხით აი აქედან დავდიოდი მე, მაგრამ ეხლა დელი ბავშვები აღარ დადიან. სახლები და წავიდე. სახლი აქ არის ჩვენ, რა წავიდე. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, თელი ბავშვობა აქ გავატარე. აქ ეს კი არ ვიყავთ ხოლმე ბოსაში, სამი ძრო ხმყავდა ხოლმე, ღორები მყავდა ხოლმე, ცხვრები, კათრენ, გატენილი მყავდა ხოლმე, ყველაფერი ეკო. ხო. რანაირად უნდა გავიხარო, ბოლოსავი რა მაქვს ბოლოს რით გაიხარეთ აფთიაქში რო უთხარო მახოლის ბოლოს რით გაიხოლის ის მახოლის ავაკიდე გამოიწეს ჩვენ ვართ GCRT-ის წარმომადგენელი, ესეთი ორგანიზაცია, რომელიც უწევს ფსიქოლოგიურ, სამედიცინო, იურიდიულ დახმარებას იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ. ამ სოფელზეც მინდა ვთქვა, რომ არის მსგავსი ტიპის სოფლები საოკუპაციო ხაზთან, თუმცა ერთ-ერთი ისეთ სოფელია, სადაც ყველაზე მძიმე ვითარება არის. უყურადღებობაც მეტად შეიმჩნევა ამ სოფელში. ხელისუფლების. მომავალზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ავტოფლარტები აღარ იქნება, ქვეყანა გახდება ერთიანი და გარკვეულწილად ამ სოფლებსაც ამ კუთხით რაღაც ეშველება, თუმცა უახლოეს მომავალში სამწუხაროდ თუ პასუხისმგებელმა უწყებებმა არ აიღეს, ასე ვთქვათ, მეტი საკუთარ თავზე, თუნდაც განსაკუთრებული სტატუსი არ მიანიჭეს ამ სოფლებს და შესაბამისი პროგრამები არ განახორციელეს, სამწუხაროდ რაიმე კარგზე საუბარი შეუძლებელი იქნება. უკვე მესამე დღეა სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული 36 წლის მაია ოთინაშვილი დაკავებულია, ის ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. დამატებითი დეტალების ავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. კეთევან ციხელაშვილის განცხადებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ქართული მხარე ოთინაშვილის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს. ქემერტი. დიდი ლიახვის ხეობიდან ვარ, დაკარგვა აღარ არის სადარემო. 2008 წლის ომის დროს დაიკარგა ჩვენ სოფელი. Albani! დაკარგულია. დაჭვეს, გაანადგურეს. დილის საათებში მოხდა. კაკას ვკრიფავდი და ჩვენ მხარეს იყვნენ გადმოსულები, ჩემს უკან. ეგრე წამიყვანეს შესაძლებელები იყვნენ რა, დამალულები. ავდექი და მე ის ჩამარტყეს, კონტახი ჩამარტყეს ბეჭებში. ავტომატის რო წამაქციეს და მაგ დროს გამოგიდეს ბურკილები. მე იქით გადამაგდეს. გაქცევა შეუძლებელი იყო, იმიტომ შეღობილი იყო, კიდე ვერ გაიქცეოდი ვერსა. ვერ გაიქცეოდი.
ფოტო გადამიღეს მე მანდა რომ შენ აქ ვითომ აქ დაგიჭირეთ ეგეთი სიტუაცია ეგეთი აი შექმნეს ეგეთი ისა ვიდეო თუ რავი რაც სურათები რომ მე ვითომ იქით გადავედი იქ დამიჭირეს თვალები ამიხვიეს და ვერაფერი ვერ დავინახე და რო ახლო მიმიყვანეს აი ახლო რა მოკლე მანძილი რო იყო მივხვდი რომ ხდულებით ის ბაზაზე მიმიყვანეს მან და ეხლა ექვია ჩანს რო ჩანს ბაზა თუ და ზიდანაც აჩანს ერთ სიტყვით მთელი დღე მან დავყავე მე რა ვიცი რა ითათბირეს რა ის მე რაღაცა ფურცლები მომიტანეს რომ ხელი მოგვიწერიო და არაფერზე არ მოუწერე ხელი მე ვთქვი ვერ მოგიწერთ ხელს ამით ჯერა მეთქი უნდა გავიქო რა არის რაზე მაწერინი ხზე მე მოგიწერთ არა მოაწერე ხელს მიფრახუნებდნენ ესე არა მოგიწერთ მეთქი ხელს ეხლა ვიცი რომ ქცემთო და რავი რაღაცებს მე მოკრებოდნენ და თორეც კიდე მიყავთ მეთქი არ მოვაწერ ხელს ამით მე საღამო იყო უკვე ამიხვიეს ისევა თვალები რომ შემოვიდნენ და გამიყვანეს ისევა ჩამშვეს მანქანაში და წამიყვანეს რავისაც წამიყვანეს ხო არ ვიცი მივიდივართ და ცოტა რომ გავწდით ეთყობა რაღაც შორს მანძილზე მაშინ ამიხნეს თვალები და წამიყვანეს ცხინვალში იზოლატორში იქ ვიყავი 4 დღე იმ იზოლატორში წინასწარი დაკავების იზოლატორი ყოფილა რავი არც ვიცი ერთ სიტყვით აქეთ არავინ არ იცოდა სად ვიყავი მე როგორ ვიყავი რანაირად ვიყავი ცოცხალი ვიყავი მკვდარი ვიყავი არავინ არ იცოდა საერთოდ 11 დღეს საერთოდ ლუკმაპური აი არაფერი არ მიჭამია ძირითადად იმუშავეს ჩემზე იმუშავეს რა სპორტსმენი და მაგათ გამომიშვეს რა ჯარიმაც მაგათ გადაიხადეს 30000 მანეთი მაშინ რავი რუსული რუბლი თუ რავი რამდენი და ერთ სიტყვით მეორე სასამართლოზე გამათავისუფლეს იქიდან თორე წინასწარი პატიმრობა ქონდა ორთვიანი მისჯილი და ერთი წელი ციხეში უნდა ყოფილიყო მაგათ იმას საერთოდ არაფერი ჩემ თავში აი საერთოდ არაფერს არ ფიქრობდი აი ფიქრის უნარიც არ მქონდა რომ რაღაცა მефიქრა აი ვერ წარმოვიდგენდი რომ აი სიზმარში მეგონა თავი რატო ვიყავი იქ აი არ ვიცი ვერ გეტყვი ეს სოფელი თუ ესე დამრჩებოდით აქეთ არ გვეგონა რომ ჩვენი სახლებიც მოყვებოდა იმ ტერიტორიაზე ხალხიც აღარ არის ხალხი იცლება ბავშვებს ყველას მიყავს ქალაქში გარბიან აი გერო გაუსაძლისი ხდება ცხოვრება გამეც რო წავიდე ვინც ცხოვრობს ეგეც წავიდნენ ხო უკვე თავისთავად ყველაფერი დაიკარგება და რატო უნდა დავკარგოთ რის გულისთვის თორე ვართ ესე რა ხან კარგია ხან ცუდია ხან რა ვიცი რა ვცდილობთ რომ ვიყოთ აქ